მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ სრულიად შემთხვევით მოხვდით ახლა ზანგოზაურზე და დღეს ჩვენ ვითამაშებთ Roblox BSWAMP სიმულატორს. ეს არის ჩემი პირველი ვიდეო და დიდი ხანი ვფიქრობდი სხვათა შორის პირველი ვიდეოც რა გადამეღო. თავიდან გადავწყვიტე რომ Roblox-ი ყოფილიყო, მაგრამ მე შემდეგ Roblox-ში ვერ ვირჩევდი. და მე მივხვდი რომ ერთ-ერთი თამაში იყო BSWAMP სიმულატორი, რომელიც გამოშვებიდან მიყვარს. და ყოველთვის როც არ უნდა გავიდეს, ყოველთვის შევალ. თან აქტიურობას არ კარგავს რა, ყოველთვის ყავს მოთამაშეები და ეს ძალიან მახარებს და გადავწყვიტე ამის გამო რომ ეს თამაში მეთამაშა. ჯერ მისია არაფერი არ გამიკეთებია, პირველი მისია ვიღე, quest-ი. არაფერი არ მაქვს ჯერ. ჯგუფში დავჯოინდი და მოდი ჯობია ეს უფასო ბუსტი ავიღო. ავიღოთ და შემდეგ მისიას მიხედოთ. ესე იგი Sunflower Field-დან დავიღო ეს. ჯობია ვინც არიცით, ჯობია რომ პირდაპირ ეს quest-იც აიღოთ აქეთ. თუ არის, არ არის. სახელმწიფო თუ არა ხატია, ესე იგი არ არის. არით რა გაეწყობა? ალბათ სავარაუდოდ 1 საათში მოცეს მაგ მისიას, ზუსტად არ ვიცი. იქით ჯერ ვერ გავალ. ესე იგი უნდა ავიღოთ Sunflower Field-დან რა ეს. ნებისმიერი ფოლენი. ჯობია რომ დაუმიზნოთ ისეთ, სადაც აი ესეთი დიდი ორიანებია, ორი ყვავილი, უფრო მალე აკუშებს, აი ვიყო. ეგ არის. და უფრო მარტივადაც ავიღებთ. საკმაოდ მარტივად შესრულდა ეს მისია. და ესენიც რა თქმა უნდა დააკლაიმოთ ყოველთვის, რა მომავალში გამოგადგებათ. მივედი და მოვცა 200 თაფლი. შემდეგ ამ ფილდზე მომცა. ბუარა. აქაც ანალოგიურად რა თქმა უნდა. ხო და აი რაც თავი იყო ის დამოვიწყდა. ის ფუტკარი არ ამიყვანია. ჩემი პირველი ფუტკარი, რა თქმა უნდა ჩვეულებრივია. ბედი არ მაქვს. ესე იგი დავაკლაიმე დავუნდა. ესეც დავაკლაიმე 950 მაქვს. თაფლი, ამ მისიას რო შევასრულებ, შემდეგ ვეცდები რომ რამე ვიყიდო, თუ მომივა რა თქმა უნდა. მოგეთ მეგობრებო, ეს არის ჩემი პირველი ვიდეო. ცოტა არ იყოს ნერვიულობ. არც ედიტები ვიცი კარგად და ვიდეო დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება კარგ ხარისხში. მაგრამ იმედია მომავალში განვითარდებით. ესე იგი ეს მისია შევასრულე, ახლა მივალ დავბრუნდები მალე. მივედი, ახლა ორჯერ მეტი მომცა. ეს შემდეგი მისიაც ავიღოთ და უბრალოდ უნდა შევასრულოთ 500, უბრალოდ უნდა ავიღოთ 500 ყვავილი. ჯერ ორიენტირებას გავაკეთებ და დავბრუნდები. ეს თამაში რა თქმა უნდა ადრეც მაქვს დათამაშები და ერთი იმის თქმა შემიძლია რომ ყოველთვის ჯობია ფუტკარი იყიდო მეტი ვიდრე ეს ნივთები გააძლიერო. მაგრამ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა თავიდან ამას ვიყიდი. რადგან ძალიან მჭირდება რა, 500 წელი აქ სამჯერ მომიწევს კონვერტირება გავაკეთო რომ ეგ მოვაქვეჩო. და ჩემ გამოცდილებათაც დაგეხმარებით თქვენ ვინც ეს თამაში არიცით და დაიწყებთ რა. გეტყვით რა უნდა შეინახოთ, რა უნდა შეინახოთ, რომ იცოდეთ წინასწარ. მე მაგალითად ბევრი რამე არასწორად გავაკეთე და შემდეგ ცოტა არ იყოს ნანოვდი. იმიტომ რომ მჭირდებოდა, ამათან ბრძოლას ახლა მირჩევნია. ისევ აქეთ გავაკეთო ეს ყვავილიანები. და ამას რო გავხსნით, მე ბევრად მარტივი იქნება თამაში. ესე იგი ამას გავაკეთოთ. ორწამით თუ შემიძლია ამის ყიდვა, რა თქმა უნდა ვიყიდი. ესე იგი 1000 სალი მჭირდება. 1000 არაფერი არა. ერთი კონვერტირება მჭირდება და მისია შევასრულე. თან საკმაოდ მარტივად. ეხლა ესეც მომწევს 500 სალი საკმარისია რო კვერცხი ვიყიდო და მე მჭირდება რედფოლენი. აი ეს რედფოლენი უკვე ცოტა რთული იქნება, იმიტომ რომ მარტო წითელი ყვავილი უნდა ავიღო. ესე იგი მეორე ავიღოთ, ესე ჩვენი მეორე კვერცხი და ოპა. შვენიერი ახალი ტიპის ფიგა გვიხსნა. დიდი არაფერი, მაგრამ გიფთედი ძალიან ძლიერია. წითელზე რა თქმა უნდა მოვიდეთ ამ ფილდზე. ყველაზე მეტი წითელი აქ არის და მოდი ვიპოვოთ ორიანი სანამ შინით შევალ, იმიტომ რომ აი შინით ეს დამხვდება და ჩემპიონები, ოპა. fight. ეგა. ჩემპიონმა გადაუარეს, რასაც ქვია.
ეს ლურჯებიები ეხლა წითელი მასზე არ გამომადგება, მაგრამ შემდეგ მისია რომ ექნება იქით ლურჯებისკენ საკმაოდ გამოსადეგია. ნუ რაც მეტი ვიყავთ, კონვერტირებაც უფრო მალე ხდება, ანუ უფრო მალე უბრუნდებით ისევ ყვავილების შეგროვებას რა და მაგიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რომ მოვაქუჩოთ უფრო მეტი ფუტკარი ვიდრე მაგალითად ნივთები. ნუ ჯერ ფუტკარი და შემდეგ ნივთები. შემდეგი 2500 ღირს 2500 კი მარტივად მოვაქუჩებ. მაგრამ მოდი შევეცდები ახალი იარაღი ვიყიდო რა ეს პირველი იარაღი ნამეტანი სუსტია და ერთხელ ჯობია რომ გავაძლიერო. სად არის? ესე იგი მონთერში წამში ეს პროცედურია. უცბად ეხა წითელებს შევაქუჩებ და დავუბრუნდებ. ეს უკვე 3-ზე აქუჩებს. 1000 მემატევა და უცბად დავაქუჩებ რა. და აი ესენი აუცილებლად აიღეთ ხოლმე მithumetes დამწყებებს გამოგადგებათ. მომავალში მე ბუსტერები იქნება, მაგრამ თავიდან მნიშვნელოვანია ამის აღება. და რა თქმა უნდა, აი ყოველთვის 3-იანი ეძებეთ. აი მისია როცა გაქვთ წითელი ააქუჩეთ, ეცადეთ რომ 3 წკრივში რო იყოს წითელი, ისინი ერთად აიღოთ. უფრო მალე მოვაქუჩებთ. კარგით, ახლა დავაკლეიმებ ამ მისიას და დავუბრუნდებ. ნუ შემდეგი მისია უკვე მომცა რომ ლურჯი ფოლენი უნდა ავაქუჩო, ლურჯი ყვავილი და მანამდე ერთ მარტივ ხილს გასწავლით. რა ეცადეთ რომ როდესაც სერვერს აარჩევთ, აი ესეთი ბურთულები ვისაც აქვს, იმასთან მიხვიდეთ და აი ეს B შეატყოთ გაყვითრებული აქვს თუ არა, თუ ეს გაყვითრებული აქვს ვინმეს იმ სერვერზე. მაშინ დარჩით ამ სერვერზე. იმიტომ რომ ეს ეგ დაგეხმარებათ თქვენ რა, ნუ როგორ და რანაირად მე მარტივად გაიგებთ. ნუ აქ მოვიდეთ ახლა აქაც პატარა ის ლაწირაკი დაგხვდება. და ახლა მოვიძიოთ. აი ამას ვიძახდი ზუსტად. აი ესენი ამას გვაძლევს ჩვენ. ახლა უყურეთ, როდესაც ვაგროვებ აქ, ამ ბუშიც გროვდება. და შემდეგ გადადის ჩვენ ბაზაზე. და ბაზაზე როდესაც ამ ბუშს დავაკლაიმებთ, ჩვენი ეს ჩანთა იზრდება. და უფრო დიდი ხანი შეგვიძლია მერე რომ მოვაკუჩოთ ყვავილები. აი ვიპოვეს, აი პერფექტი. 3-2-იანი წკრივში. და უცბად დავაკუჩებ ახლა მას და შემდეგ ბურთის დაკლაიმებაზეც დაგიბრუნდებით. მოკლედ დავუბრუნდი და ეხლა დააკვირდით რა, ეხლა უცბად ჩემ კონვერტაციას გავუკეთებთ ჩემი ჩანთიდან და შემდეგ აი ეს ბურთი 70 რო წერი, რა თქმა უნდა ეხლა მე სუსტი ვარ და ეს მხოლოდ 70 დავაკუჩე, მაგრამ უყურე ამას 58 მილიონი. ამას რო აიღებე, შემდეგ გადავლენ ბურთზე. და ბურთი რო გაქრება, გაიზრდება ჩემი ჩანთა. მაქვს 750 ადგილი. აი ზემოთ წერია და აქაც ახლა უყურეთ ბურთი რო გაქრება. ანუ იმდენად ცოტა მქონდა რომ X-ი არც მომიმატა. შეიძლება. კი, აი ამას 2000 აქვს და ისევ 1X-ი უწერია. აი ამას 4X-ი აქვს და გაუწდეს ჩანთას. გასაგებია. მოდიშით. ეხლა უცბად დავიღებ ამ მისიას და დავუბრუნდებ. ნუ მოდი ჯერ ახალი კვერცხი ვიყიდოთ. კვერცხი ყოველთვის აი მენა კვერცხები რა. დავაკლაიმეთ. ხო, დაღამდა. დაღამებისას ჯერ სუსტები ვართ, მაგრამ მაინც მოდი შევამოწმოთ. აი ეს თუ დაინახეთ ღამით, ყოველთვის მიდით და აიღეთ, იმიტომ რომ მომავალში გამოგადგებოთ. ნუ აიღეთ რა აქ ახლა ბოსი გაჩდება, 2-ლეველიანია. ნუ გამიმართ რა 2-ლეველიანი როა, სუსტი როა. და იმედია ვინმე მოვა რომ დამეხმაროს მოკლაში. იმიტომ რომ ამის მოკლა აუცილებელია დამწყები მოთამაშისთვის. მე გამიჭირდება 3000 აქ HP. კი, აი ერთი კაცი მოდის. გენაცვალე. უცბად ახლა ის ორ დარტყმაში მიაქრობს. რამდენი ფუტკარი ყავუყურეთ. შვენიერი. და კიდე აი ესენიც. უყურეთ ახლა მომცა, ლეველებს გადავიდეთ, შემდეგ მომცა ეს 500 გვჭირდება და შემდეგ აი ამას თუ 250. და შემდეგ აი ამ B-ს ავიღებთ რა, რომელიც მოჩხუბარი B-ია. ნუ ამას ახლა 10000 ნახდათ ვერ ავიღებ და მისია მაქვს რომ blue pollen უნდა ავაკვჩო, ისე ვიპოვე იმ ადგილს, სადაც 3 ჩამწკრივებულია, კი. ეს იქნება ჩვენი ტოჩკა. და უყურეთ რა მარტივად ვაკვჩებ. თან 3 სეტნაირად რო იღებს. თან ეს
ლურჯი ბირო ავიღე, ლურჯი ფუტკარი ნამდვილად მეხმარება. ნუ ესეც ავიღოთ, ბარემ ტიკეტია. ამის ერთხელ აღება შეგიძლიათ, ერთხელ ასე რომ არის, ერთხელ რომ აიღებ, მე ვსო ასეთ ფორმას იღებს და მეორედ ვეღარასდროს ვეღარ აიღებ. აქეთ სუდა მოვიწე, წეგან იქ იმასთან მივდიოდი დათვთან, მაგრამ ეს სუდა მოვიწე ეს. დედა დათვია ეს. ესეც ცალკე მისიებს მოგცემს. და მოდი ჯობია მივიდეთ. ეხლა დავიწყოთ, ასე მალე დაიწყოთ მისიების აღებას, მით უფრო მარტივად მოვხუჩებთ, თავს და უფრო მარტივად იხოდებით რა. ესეც მისიებს მოგცემს, ეს ძირითადად ლეველებზე მოგცემს მისიას. ესე იგი, ერთ ცალ თრითი უნდა ვაჭამოთ ჩვენ ფუტკარს. წამოვაჭამოთ, აი ეს არის თრითი. ეს ამ მნიშვნელოვანი რამეა ლეველების გადასაყვანად და ლეველებიც კიდე ძალიან მნიშვნელოვანია. ხა იქ ორ ლეველიანი რო შეხვდა აქ. აი ეს ხამით. ის რომ მაღალ ლეველიანი ყოფილიყო, ჩემები უბრალოდ ააცილნენ დარტყმას. ნუ რა თქმა უნდა, ხა ის თითს ვაჭმევ ამას, იმიტომ რომ ეს არის რაღაც დისკო სხვა ის ტიპის და ისევ ამას მირჩევნია. და ერთ ცალს ვაჭმევ. ო, რატო ვერ ვაჭმევ? რა შეს? აჰა. ერთი ცალი. ნუ 47, 250 სჭირდება. ეს თითო უმატებს 10-ს, ანუ კი გინ სამივე მეჭამა აზრი არ ქონდა. ან სამაგიეროდ მისია შესრულდა. ესე იგი ნეტარ რას მოგცემს ეს? აგი არ მოგცემს. ნუ ტიკეტი მოგცო და 3 თრითი ისო. ესე იგი ახლა უნდა ვაჭამოთ 5 თრითი ბის. და გაგაგრეს 5 გვაქვს. მივიდეთ ახლა უცბად ვაჭამოთ, 100 შოიდან შეგვიძლია. აჰა. და მისიაც შესრულდა. ახლა ისო, ოპა, ეს, აი ესეც კიდე. ეს არის ერთ-ერთი მოთამაშის საჩუქარი, ერთ-ერთი ბის აქვს, ესეთი საჩუქარი. და მაგიტომ ამნიშნულოვანი რომ ძლიერ მოთამაშეებთან იყოთ სერვერზე. რაც ძლიერ მოთამაშეებთან ხართ, მით უფრო ძლიერდებით თქვენც. ესე იგი sunflower უნდა ვაჭამოთ და თრითი. თითრი 10 ცალი გვაქვს. ვაჭამოთ ამას. 10 ცალი მინდა სამწუხაროდ 11-ს. ვერ ვაჭმევ გაძლიერების მიზნით. ეს 4250 მინდა. ესე იგი და ერთი sunflower-საც ამას ვაჭმევ ერთს, ბარემ. აჰა, ესეც გაძლიერდა. და მისიაც შესრულდა ისო. ასე მარტივად უცბად ამის მისიები შევასრულეთ. ნუ ეს იმიტომ რომ ის რომ მოვკარით ლეველებზე გადავიდა მარტივად რა. აჰა, ესე იგი royal jelly უნდა გამოვიყენო. royal jelly არ მაქვს. და კი მაქვს. royal jelly-ს მაქვს და თრითი მინდა 15 და 4 მაქვს მარტო. ნუ არა უშურს ეს. royal jelly არის რომ ჩვეულებრივ ან ნებისმიერ ბის რო დაადებ royal jelly სხვა ტიპისაზე იქცევა. შეიძლება ახალი ამოვაგდოს, შეიძლება ისევ ეს ამოვაგდოს. ნუ ამად აღარასდროს აღარ აგდებს ნორმალად. მოდი ეს გადავიყენოთ. და ეპიკი მომცა. ეს სხვათა შორის მოჩხუბარი ბია ძლიერია. კი, დარტყმა 5 აქვს და პლუს rage მაძლევს. კი, მოჩხუბარი ბია. ამას გადავაცე. აიცეთ. კიდე ავიღებ კვერცხს, რადგანაც ფული მაქვს. ფულის მეტი რა მაქვს, კი არა თაფლის მეტი რა მაქვს. და ესეც დავაქრაიმოთ. და კიდე ახალი ტიპი, აურის ბედი მაქვს. და ნუ მოდით ჯობი აქ და გემშვიდობოთ. რაღაცა მინიმალური გავაკეთეთ. უბრალოდ ეხლა ნახავ ერთი თუ შეიძლება ახალი რამის ყიდვა. თუ არა და აქ დავამშვიდობოთ ერთმანეთს. ეს აკლამებული მაქვს უკვე. ეს 5500 ღირს, ეს არის 2200. ესენი რა არის? ეს 30000, 14000. აი ეს ამნიშნულოვანი რამეა, იმიტომ რომ უფრო მაღალზეც ხდები. შემდეგ საპარკუროდ გამოგვადგება, იქ ზევითაც დავაკლაიმებთ რაღაცებს. უფრო მოვიხოდებით. აქ უკვე პარაშუტი გჭირდება. მოდით ერთი აი ესენი თუ არიან, ამათ ფონზე დაგემშვიდობებით რა. ანდაც უფრო უკეთესი იდეა მაქვს. ორი წამით. აი კიდე რატო უნდა იყოს ძლიერ მოთამაშეებთან რაღაცები ავიღეთ. აი ამის ფონზე დაგემშვიდობებით აი. ერთ დარტყმით მოგლოს ეს სავარაუდოდ. ავაჰეთ.